მოგესალმებით პატივცემულო ტელემაყურებლებო, მივესალმები ჩვენ რადიო მსმენელებს. დღეს ხუთშაბათია და ვიწყებ ჩემს ავტორო გადაცემას განათლების რეფორმის კვალდაკვალ. მე ამ გადაცემის ავტორი და წამყვანი მანანა ნიკოლაიშვილი ვიმუშავებ თქვენთვის სტუდიაში 50 წუთის მანძილზე. დღეს გადავწყვიტე რომ პრეზენტაცია გავაკეთო პედაგოგიკა როგორც რეგულირებადი პროფესია, ანუ პედაგოგის პროფესიის რეგულირების წესი. ასე ვთქვათ, კონცეფცია წარმოვადგინო, რომელზეც ამ ზაფხულში ვიმუშავე და წარმოვადგენ ახლა. მინდოდა რომ ეს გამეკეთებინა არჩევნების შემდეგ, ახლა მთელი ყურადღება გადატანილია არჩევნებისკენ. მინდოდა რომ შემდეგ გამომექვეყნებინა და მიმემართა პრემიერ-მინისტრისთვის და განათლების მინისტრისთვის, მაგრამ რამდენიმე დღის წინა კვირაში მასწავლებლის ამ შეჩერებულ სქემაში შეიტანეს კიდევ ცვლილებები. მე ვერ გავიგე, სქემა თუ შეჩერებულია, მარტო წამყვანების და მენტორებისთვის, ანუ რომ არ ჩატარდეს გამოცდები და არ მოხდეს ხელფასების მომატებო თუ რაღაც. ეს სქემა 2 წელია გაჩერებულია, წამყვანების და მენტორების გამოცდები არ ტარდება, მაგრამ ამ სქემაში კიდევ ცვლილებები შედის. ეს არის მიუღებელი. ეს სქემა უნდა გაუქმდეს. მიუმართავ ხელისუფლებას. ეს სქემა უნდა გაუქმდეს. იმიტომ რომ ამ სქემით ტოტალურად დაირღვა და ირღვევა 10,000-ობით მასწავლებლის უფლება. იმიტომ რომ 2 წელი გაჩერებულია რატომ? იმიტომ რომ ჩიხია და ამიტომ უნდა გაუქმდეს. და მე ვიმუშავე წარმოვადგინე აბსოლუტურად განსხვავებული და თავისუფალი ყოველგვარი არც ერთ ვარიანტში ეს ჩემს მიერ წარმოდგენილი სქემა არ შევა ჩიხში. კონცეფცია პედაგოგიკა როგორც რეგულირებადი პროფესია, მასწავლებლის საუნივერსიტეტო მომზადება, პროფესიაში შესვლა, პროფესიული განვითარება, მასწავლებელზე ლაპარაკი და მასწავლებლის შეფასება. აი, ცოტა ვრცლად, ესე იგი, ამ დოკუმენტის სათაური. ეს შედგება შემდეგი საკითხები განვიხილე, მოვაქციე აი ამ კონცეფციაში. პირველი, მასწავლებლის მომზადება. მასწავლებლის მომზადება ხდება უნივერსიტეტებში. მეორე, მასწავლებლობის უფლების მოპოვება. მესამე თავი, მასწავლებლის პროფესიაში შესვლა. მეოთხე, მასწავლებლის პროფესიული განვითარება. აქ გამოვყავი 2 ქვეთავი. ეს არის მასწავლებლის პროფესიული განვითარება სკოლის ბაზაზე და მასწავლებლის პროფესიული განვითარება უნივერსიტეტის ბაზაზე. შემდეგი, მასწავლებლის შეფასება. მეხუთე მუხლი ან თავი როგორც გვინდა. აქ შედის სკოლის ატესტაციის შედეგები. მასწავლებლის ატესტაციაზეა საუბარი. შემდეგ მასწავლებლის ატესტაცია და მასწავლებლის პორტფოლიო. მე-6. მე-7. მასწავლებლის სტატუსები უქმდება. მასწავლებლის სტატუსები უნდა გავაუქმოთ. მერვე, განმარტება მასწავლებლის სტატუსების გაუქმებაზე. შემდეგ მე-9 თავი, მასწავლებლის შეფასების კრიტერიუმები. მე-10, მოთხოვნები უნივერსიტეტებისადმი, რომლებიც განახორციელებენ მასწავლებელთა პროფესიული და სკოლის განვითარების პროგრამებს. და მე-11, საჯარო სამართლის იურიდიული პირის მასწავლებლის პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის ლიკვიდაცია. ანუ მასწავლებლის სახლს ამ სქემის, ანუ ამ კონცეფციის მიხედვით პრაქტიკულად არაფერი არ დარჩება საკეთებელი. აბსოლუტურად განსხვავებულია ეს კონცეფცია და ეს წესი იმ სქემისგან, რაც ამჟამად მოქმედებს. მაშ დავიწყოთ. პედაგოგიკა როგორც რეგულირებადი პროფესია. კიდევ ვიმეორებ, მე დღეს ვახდენ ახალი რეგულირების წესს, ანუ რასაც ეხლა ეძახიან ამ შეჩერებულ ჩიხში შესულ, მრავალი წელია უკვე ჩიხში შესულ, კორუფციული ხვრელებით დატვირთულ პედაგოგთა უფლებების დამრღვევ სქემას.
პირველი მასწავლებლის მომზადება, მასწავლებლის უფლების მოპოვება, მასწავლებლობის უფლების მოპოვება, მასწავლებლის პროფესიაში შესვლა, მასწავლებლის პროფესიული განვითარება, მასწავლებლის შეფასება. მოიცავს მასწავლებლის კარიერულ წინსვლასაც. დავიწყოთ პირველი, მასწავლებლის მომზადება შედგება ორი პროცესისაგან. პირველი, მასწავლებლის მომზადების თეორიული ნაწილი, შემსრულებლები მასწავლებლის მომზადების შემსრულებლები არიან უნივერსიტეტი, ანუ უმაღლესი სასწავლებლები, რომელსაც აქვთ მასწავლებლის მომზადების აკრედიტებული პროგრამები, რა თქმა უნდა. მეორე, მასწავლებლის მომზადების პრაქტიკული ნაწილი. ესე იგი, პედაგოგიური პრაქტიკის კურსი, პედპრაქტიკა. უმაღლეს სასწავლებლებში, ესე იგი, ვინ იქნება განხორციელებული პედაგოგიური პრაქტიკის, რა თქმა უნდა, პედაგოგიური პრაქტიკა ხდება უნივერსიტეტებში, პედაგოგიური პრაქტიკის ხელმძღვანელი იქნება გამოყოფილი რომელიმე პროფესორი, მეორე, საგნის სწავლების მეთოდიკის სპეციალისტები, მესამე, მეცნიერების სხვადასხვა დარგის პროფესორი, რომელიც საგნობრივი ცოდნის პროფესორი, ამა თუ იმ მეცნიერების წარმომადგენელი. მეოთხე, ფსიქოლოგი, ოღონდ სასკოლო ასაკობრივი ჯგუფის, მეხუთე, სკოლის დირექცია, მეექვსე, სკოლის მასწავლებლები, რომელთანაც გადიან პედაგოგიურ პრაქტიკას. აი ესენი დაეხმარებიან სტუდენტებს პედაგოგიურ პრაქტიკას უხელმძღვანელებენ აი ეს პერსონები. პედაგოგიური პრაქტიკის ხანგრძლივობა მინიმუმ 1 წელი, ანუ 2 სემესტრი. ძალიან კარგი იქნება თუ ეს პედაგოგიური პრაქტიკა იქნება 2 წელი, 3 წელი, საუკეთესო იქნება, მაგრამ მინიმუმ 1 წელი აუცილებლად უნდა იყოს. შემდეგ მესამე მუხლი, პირველი თავის მესამე მუხლი, მასწავლებლის აკადემიური ხარისხი, კანონმდებლობამ უნდა განსაზღვროს და ეს მასწავლებლის განათლების ხარისხი უნდა განისაზღვროს განათლების მაგისტრის აკადემიური ხარისხი. სამივე საფეხურზე, დაწყებითზეც, საბაზო საფეხურზე და საშუალო საფეხურზე. საქართველოში სკოლაში უნდა მუშაობდეს მასწავლებელი, რომელსაც აქვს განათლების მაგისტრის აკადემიური ხარისხი. თუ ჩვენ განათლების მაღალ ხარისხზე საუბრობთ, მასწავლებლის ცენზი უნდა იყოს მაღალი. შემდეგ პირველის მეოთხე მუხლი, მასწავლებლის საუნივერსიტეტო მომზადების, აი ეს პროგრამები, რითია განსაზღვრული, უმაღლესი განათლების კანონის თანახმად. მუხლი 46 მეორე პუნქტი. შემდეგი პროგრამებია. პირველი, მასწავლებლის მომზადების ინტეგრირებული საბაკალავრო, სამაგისტრო, საგანმანათლებლო პროგრამა. მე არაფერს პროგრამას არ ვიგონებ, ეს რომ მაგისტრი უნდა იყოს მასწავლებელი, თავიდანვეა ჩადებული. ოღონდ ეს ირღვევა ანგარიშ მიუცემლად. წლებია უკვე ეს ირღვევა. 22 წელია ეს ჩვენ ქვეყანაში ირღვევა. ირღვეოდა სააკაშვილის ხელისუფლების დროს, ირღვევა ახლაც. რატომ რა გაჭირება გვაქვს ასეთი? შემდეგ აკადემიური ეს განათლების ხარისხის აკადემიური ხარისხის მინიჭებით სრულდება ეს 300 კრედიტიანი პროგრამა. კიდევ ვიმეორებ, ეს უკვე დიდი ხანია, წლებია დევს პროგრამაში, მაგრამ ძალიან მცირე პროცენტით ხორციელდება ეს პროგრამა. მხოლოდ დაწყებითი საფეხურებისთვის. მაგრამ ძირითადად ხორციელდება 60 კრედიტიანი პროგრამა. ეს 60 კრედიტიანი პროგრამა საერთოდ უნდა გაუქმდეს. რატომ? ახლავე მოგახსენებთ. აი ეს, რაც დავასახელეთ, ესე იგი, რაც უმაღლესის განათლების კანონში დევს, ეს საბაკალავრო, სამაგისტრო ინტეგრირებული პროგრამა მასწავლებელთა მომზადების 300 კრედიტიანი, ეს პროგრამა არის 2 სახის. ზოგადი განათლების დაწყებითი საფეხურის მასწავლებლის მომზადების ინტეგრირებული
საბაკალავრო, სამაგისტრო, საგანმანათლებლო პროგრამა. აი ახლა ყურადღებით მოვისმინოთ, რისგან შედგება აი ეს პროგრამა. საგნის საგნობრივი ჯგუფის და საგნობრო მეთოდური მოდული არანაკლებ 180 კრედიტისა. ესე იგი, შეიძლება მეტიც, მაგრამ არანაკლებ 180 კრედიტისა. მეორე ნაწილი ამ პროგრამის თავისუფალი კომპონენტის მოდული არაუმეტეს 60 კრედიტისა. მესამე შემადგენელი ნაწილი ამ პროგრამის სასკოლო პრაქტიკისა და პრაქტიკის კვლევის მოდული არანაკლებ 60 კრედიტი. ესე იგი თითქმის 1 წელი. ან შეიძლება იყოს ეს გადანაწილებული 2 წელზე. არ ვიცი, ეს მსჯელობის საკითხია. ეს დაწყებითი საფეხურის. ახლა ვნახოთ იგივე პროგრამა თითქმის მასწავლებლის მომზადების ინტეგრირებული მეორე პროგრამა, ესე იგი ამ პროგრამის მეორე ქვეპროგრამა მასწავლებლის მომზადების ინტეგრირებული საბაკალავრო, სამაგისტრო, საგანმანათლებლო პროგრამა უნდა მოიცავდეს. ეს არის უკვე არადაწყებითი საფეხურის, არამედ საბაზო და საშუალო საფეხურის. პირველი საგნის საგნობრივი ჯგუფის მოდულს არანაკლებ 120 კრედიტი. არანაკლებ 120 კრედიტი. ანუ შეიძლება იმაზე მეტიც ავიღოთ. თუ საჭირო იქნება. მეორე, მასწავლებლის მომზადების მოდულს შეიცავს ეს პროგრამა არანაკლებ 60 კრედიტი. მესამე, თავისუფალი კომპონენტის მოდული არა უმეტეს 60 კრედიტი. მეოთხე მოდული სასკოლო პრაქტიკისა და პრაქტიკის კვლევის მოდული არანაკლებ 60 კრედიტი. ხედავთ, აი რატომ ვთქვი მე, ის 60 კრედიტიანი პროგრამა. 60 კრედიტიანი პროგრამა. ნახეთ ეს რამდენი მოდულისგან შედგება და მასწავლებლის მომზადების. ეხლა მეოთხეს პირველის მეოთხე პუნქტს კითხულობ. მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამა მოიცავს 60 კრედიტს. ანუ 60 კრედიტიანი პროგრამა. ეს იძლევა არასრულფასოვან ცოდნას. ამიტომ ეს პროგრამა უნდა გაუქმდეს. სად არის ამ 60 კრედიტში სასკოლო პრაქტიკა და პრაქტიკის კვლევის მოდული. ეხლა არ მითხრას მასწავლებლის სახლის და სამინისტროს წარმომადგენლებმა, რომ ჩვენ გვაქვს მაძიებლობის პროგრამა და რაღაცა. მოდით ნუ ვიჩქარებთ. იმ მაძიებლობა მე არ დამვიწყებია და ახლავე მოგახსენებთ ყველაფერს. ეს პროგრამა უნდა გაუქმდეს. ესე იგი, ეს 60 კრედიტიანი პროგრამა ისწავლება არანაკლებ 1 სასწავლო წლის განმავლობაში უმაღლესი განათლების კანონის 47 მუხლის მეორე პუნქტი. ეს პროგრამა, როგორც თქვით, გასაუქმებელია. ეხლა მეოთხე ქვეპუნქტი. განათლების მიმართულებით არის კიდევ სამაგისტრო პროგრამა. კანონმდებლობით. ეს არ არის ჩემი მოგონილი პროგრამები. ეს დღეს დევს უმაღლესი განათლების კანონში. შემდეგი პროგრამა კიდევ შესაბამისი საგნის ან განათლების მიმართულებით სადოქტორო პროგრამები. შესაბამისი საგნის ან განათლების მიმართულებით სადოქტორო პროგრამები. გამოკვეთილი უნდა იყოს მეთოდიკა. ანუ ალბათ გულისხმობენ განათლებაში მეთოდიკასაც, სხვადასხვა საგნების მეთოდიკასაც, მაგრამ ასევე მენეჯმენტიც იგულისხმება მაგას. და ეს იმ უმაღლესი განათლების კანონის ხარვეზია. იქ უნდა იყოს გამოკვეთილი განათლების პროგრამები მენეჯმენტის მიმართულებით, სკოლათ მცოდნეობის, სკოლის მართვის, ყველა ასპექტის მიმართულებით და მეორე საგნობრივი, ანუ მეთოდური მიმართულებით სადოქტორო დისერტაციების სადოქტორო პროგრამები. შემდეგ
შემდეგი პუნქტი მე-4-ის მე-6-ე. უმაღლესი განათლების კანონის თანახმად მასწავლებლის მომზადება ხდება უნივერსიტეტებში და ეს მასწავლებლის მომზადების ასევე მასწავლებლის პროფესიული განვითარების პროგრამები უნდა განთავსდეს უნივერსიტეტებში და მასწავლებელი უპირველეს ყოვლისა უნდა მოამზადოს უნივერსიტეტმა. კარგით, 4-ის მე-7 უნდა აიკრძალოს. აი ახლა მიაქციოს ყურადღება მასწავლებლის სახმა და სამინისტრომ. უნდა აიკრძალოს საჯარო სავართლის იურიდიული პირის მასწავლებლის პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ მასწავლებელთა საგანმანათლებლო პროგრამის მათ შორის მასწავლებლობის მაძიებლის პროგრამის განხორციელების უფლება. ეს უნდა აიკრძალოს. ვინაიდან მასწავლებლის სახლი, ანუ იგივე SSIP, მასწავლების პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი არ არის საგანმანათლებლო დაწესებულება. ამიტომ მასწავლებლის სახლს, ანუ მოკლედ ვიტყვით ცენტრს, არა აქვს მასწავლებლის საგანმანათლებლო პროგრამის მაძიებლობის პროგრამის განხორციელების უფლება. არა აქვს ეს. კანონდარღვევით ახორციელებს. ეს არის უნივერსიტეტის ფუნქცია, რომელსაც ითავსებს კანონს საწინააღმდეგოდ მასწავლებლის პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი და კონკრეტულად რითი კანონი არ აძლევს ამის უფლებას და კანონქვემდებარე აქტია მინისტრის ბრძანება ნომერი 163 წილადის ხაზი ენი 2014 წელი 29 დეკემბერი. უმაღლესი განათლების კანონი, საქართველოს კანონი და აი ამ 29 დეკემბერს დამტკიცებულია მინისტრის ბრძანება, რაც წავიკითხე 163 წილადი ენი ცენტრის დებულება, ანუ მასწავლებლის სახლის დებულება, მუხლი მეორე და უმაღლესი განათლების კანონის, საქართველოს კანონის 46-ე მუხლის მესამე პუნქტის და 47 მუხლის მეორე პუნქტებით დამტკიცებულია ის პროგრამები, საგანმანათლებლო პროგრამები მასწავლებელთა მომზადების, რაც მე მოგახსენეთ, წავიკითხე სხვადასხვა პროგრამები. შემდეგ, აღნიშნული პროგრამის მაძიებლობის პროგრამის კრედიტები ზოგადი განათლების კანონით არ არის განსაზღვრული. ზოგადი განათლების კანონის 21 მუხლის მე-4 პუნქტი მასწავლებლის მაძიებელი არის იქ ასეთი ცნება მინისტრის ბრძანება 2019 წლის 16 აგვისტოს 169 წილადის ხაზი ენ ბრძანება. აი ამით არის დაზუსტებული ის რომ აი ეს პროგრამა მაძიებლობის პროგრამა განახორციელოს მინისტრის ამ ბრძანებით და ასევე მინისტრის ბრძანებითაა დებულება დამტკიცებული და აი ასე, რაც უნდა გაუქმდეს. მე მგონი გავიგეთ ყველაფერი. ანუ მე მოვახდინე პრეზენტირება იმ პროგრამების და იმ საფეხურების, რაც უნდა გაიაროს მასწავლებელმა რომ მომზადდეს მასწავლებელი, პროფესიაში შევიდეს, პროფესიულად განვითარდეს და შეფასდეს. და მასწავლებლობის უფლება მოიპოვოს. მეორე მუხლი ჩემი კონცეფციის ეს არის მასწავლებლობის უფლების მოპოვება. როგორ ხდება მასწავლებლობის უფლების მოპოვება? ჩემო ძვირფასო კოლეგებო და მიმართავ ასევე საზოგადოებასაც, მიმართავ მთავრობას, ვინაიდან პრემიერ-მინისტრს აქვს დამტკიცებული ეს თავიდანვე 2015 წელს დამტკიცა ეს ჯერ კიდევ ღარიბაშვილი რომ იყო, შემდეგ იცვლებოდა, შემდეგ ისევ ხელახლა დამტკიცა მეორეჯერ რომ ტრიალდა ღარიბაშვილი და ასე შემდეგ. მოკლედ ეს არის დოკუმენტი, რომელსაც მთავრობას შეაქვს ცვლილებები. რა თქმა უნდა, ამაზე მუშაობს სამინისტრო, მასწავლებლის სახლი და ნუ არ ვიცი ენა და პირი ვერ აღწერს რამდენიმე ათეული ცვლილებაა და ბოლოს და ბოლოს ჩიხშია ეს ყველაფერი შესული. კვლავ ვიმეორებ. მასწავლებლის უფლების მოსაპოვებლად სტუდენტი რას აკეთებს? მასწავლებლის
მომზადების ინტეგრირებული საბაკალავრო, სამაგისტრო, საგანმანათლებლო პროგრამას გაივლის უნივერსიტეტში. სრული კურსის დასრულების შემდეგ ზოგადი განათლების დაწყებითი საბაზო, საშუალო საფეხურების საგნის, საგნობრივი ჯგუფის მასწავლებლის, მაგისტრის, აკადემიური ხარისხის მოსაპოვებლად და მასწავლებლის კვალიფიკაციის მისაღებად კურსდამთავრებული სახელმწიფო გამოცდას აბარებს 2 საგანში. ესე იგი, ეს 300 კრედიტიანი პროგრამა უნდა დაასრულოს. 5 წელი უნდა ისწავლოს. თუ კიდე მოემატება რაიმე, მაშინ 4+2, ან 5 წლიანი ჯერჯერობით 100-ია პროგრამაში შეტანილი. ამას რომ დაასრულებს, შემდეგ ამ კურსს რომ დაასრულებს, სტუდენტი არის ისევ კურსდამთავრებული არის ისევ უნივერსიტეტში, არ გამოსულა უნივერსიტეტიდან და აბარებს სახელმწიფო გამოცდას 2 საგანში. საქართველოს კანონმდებლობით განისაზღვრება სახელმწიფო გამოცდა. სახელმწიფო გამოცდა ტარდება უნივერსიტეტში. არავითარი გამოცდების, შეფასებისა და გამოცდების ერთიანი ცენტრი. არა და არა. რატომ ეს მე მრავალჯერ მithქვამს და ვინმეს თუ ჭირდება შეხსენება, პირველ რიგში სამინისტროზე გამოცდების წრეს, კი ბატონო, როცა მოვრჩები პრეზენტაციას, ალბათ დღეს ამის დრო არ იქნება, შემდეგ გადაცემაში ჩამოვთვლით თუ რატო ავაცილე გამოცდების ეროვნული ცენტრი ამ გამოცდებს არ ჩაატარებს. და არც არის მისაღები, უნივერსიტეტების ავტონომია ირღვევა, უნივერსიტეტმა მოამზადა, უნივერსიტეტმა სახელმწიფოსთან ერთად, იმიტომ დავარქვი იმას სახელმწიფო გამოცდა, რომ სახელმწიფოსთან ერთად ჩაატაროს გამოცდა. უნივერსიტეტის რექტორი აკადემიურ საბჭოსთან შეთანხმებით ქმნის სახელმწიფო კომისიას. კომისიის თავმჯდომარე არის მოწვეული პირი. უნივერსიტეტის თანამშრომელი არა. როგორც არის მიღებული საერთოდ დიპლომების დაცვის და იმის დროს. კომისიის წევრები, სახელმწიფო კომისიის წევრები, ვინ არიან? უნივერსიტეტის აკადემიური პერსონალი. აგრეთვე განათლების მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს წარმომადგენლები. აი ამიტომ ქვია ამას სახელმწიფო გამოცდა. სამინისტრო ერთვება სამინისტროსთვის სულ ერთი არ არის, უნივერსიტეტი ჩაატარებს სახელმწიფო, ანუ სამინისტრო ამ შემთხვევაში აკონტროლებს, გამოცდების ერთიანი ეროვნული ცენტრი ჩაატარებს, ესეც სამინისტროს ქვესტრუქტურა. არავითარი განსხვავება სახელმწიფოსთვის ამას არ აქვს. და საერთო საქმისთვის ძალიან დიდი განსხვავება. შემდეგ სახელმწიფო გამოცდას ამტკიცებს სამინისტრო 2 საგანში. პირველი, სპეციალობის გამსაზღვრელი საგანი ან საგანთა ჯგუფი. მეორე, საგნის ან საგანთა ჯგუფის სწავლების მეთოდიკა. ესე იგი, აი ეს საგანში უნდა ჩააბაროს გამოცდა და საგნის მეთოდიკაში. სახელმწიფო გამოცდას ეს 2 საგანი ჩაბარდება 1 გამოცდით, რომელიც 2 ნაწილად გაიყოფა. გამოცდა ჩატარდება 1 დღეს. შემდეგი პუნქტი, მე-7. სპეციალობის საგანი, საგანთა ჯგუფის გამოცდა ჩატარდება წერილობით, ტესტირების ფორმით. საგნის, საგანთა ჯგუფის სწავლების მეთოდიკის გამოცდა სამოდელო გაკვეთილების ჩატარებით განისაზღვრება. ეს ტესტირება უნივერსიტეტებს ისი აქვს, გაკეთებული, მოწყობილი ყველაფერი იქვე რო დაამთავრეს, მან იცის უკვე მისი ქულა. აი ასეთი მეთოდიკით ჩაატარებენ არავითარი თვეობით ლოდინი და არავითარი ეს უნივერსიტეტები ამას შესანიშნავად გააკეთებენ, მით უმეტეს დიდი უნივერსიტეტები. შემდეგ და სამოდელო გაკვეთილის ჩატარებით განისაზღვრება. მე-9 პუნქტი. პროგრამების განხორციელებელი უნივერსიტეტები სახელმწიფო გამოცდის პროგრამებს
ტესტებს სამოდელო გაკვეთილების თემების ნუსხებს ადგენს და წარუდგენს სამინისტროს. უნივერსიტეტი ადგენს ამას ყველაფერს და წარუდგენს სამინისტროს შესათანხმებლად. და აღნიშნულ დოკუმენტებს მინისტრი ბრძანებით ამტკიცებს. შემდეგ ამ ყველაფერს ამოწმებს და ამტკიცებს მინისტრი კიდევ ვიმეორებ ბრძანებით. უნივერსიტეტები სახელმწიფო გამოცდის კომისიების შემადგენლობებს სახელმწიფო გამოცდების განრიგებს ათანხმებს სამინისტროსთან, რომელსაც ამტკიცებს მინისტრი. ათანხმებს იმიტომ, რომ ხომ უნდა აცნობონ მათ განრიგი, რომ სამინისტროს წარმომადგენლები დაესწრონ იმ გამოცდას. სახელმწიფო გამოცდის წარმატებით ჩაბარების შემდეგ კურსდამთავრებული იღებს დიპლომს. დანართი დიპლომის დანარჩი აღინუსხება დისციპლინების ნუსხა, ეს ისედაც არის, სახელმწიფო გამოცდის საგნები ჩაიწერება იქ, მესამე სადიპლომო შრომის თემის დასახელება და ამას ყველაფერს მიეთითება ქულები, ხო? დისციპლინებს ამა თუ იმ საგანს სახელმწიფო გამოცდის ქულები, საგნების ქულები და სადიპლომო შრომის შეფასება. ქულები ხელს აწერს დიპლომს რექტორი, ფაკულტეტის დეკანი, ფაკულტეტის მენეჯერი. მე-13 მუხლი. დიპლომში ჩაწერილია უნივერსიტეტის სრული კურსის სპეციალობის დასახელება, სპეციალობის და საგნის საგანთა ჯგუფის მასწავლებლის კვალიფიკაცია პირდაპირ ჩაიწერება დიპლომში, რომელიც სახელმწიფო გამოცდის კომისიის გადაწყვეტილებით მიენიჭა. უნივერსიტეტის დასრულებისა და სახელმწიფო გამოცდის ჩაბარების შემდეგ პირმა მოიპოვა მასწავლებლობის უფლება. ამის შემდეგ გადავდივართ, ანუ უნივერსიტეტმა მოამზადა მასწავლებელი 5 წლის მანძილზე, დაასრულა კურსი, იქვე ტარდება სახელმწიფო გამოცდა, რომელსაც ატარებს უნივერსიტეტი სახელმწიფო, ანუ სამინისტროსთან ერთად. მორჩა. და დიპლომით გამოდის მასწავლებლობის უფლება მოპოვებული პირი, რომელიც შედის განათლების სისტემაში. კონკრეტულად თუ უნდა სკოლაში, მიდის სკოლაში. მესამე თავი მასწავლებლის პროფესიაში შესვლა. პირველი პუნქტი. პირი მასწავლებლის კვალიფიკაციის დიპლომით მივა სკოლაში და გაივლის გასაუბრებას. ვისთან? სკოლის დირექტორთან, დირექციასთან. შედის პროფესიაში. რა ხდება ამ დროს? მასწავლებელი იწყებს მუშაობას 1 წლის გამოსაცდელი ვადით. ანუ დროებით ინიშნება. მასწავლებლობა ძალიან რთული რამ არის. გამოცდების ჩაბარება ერთია, მაგრამ მასწავლებლობა კიდევ ძალიან რთულია. ურთიერთობა ბავშვებთან, უპირველეს ყოვლისა ბავშვებთან და რაღაც. ამიტომ 1 წლიანი გამოსაცდელი ვადით. რას აკეთებს დირექტორი? დირექტორი ან ვინ უნდა იყოს დირექტორი? ახლა რომ არის ზოგადი განათლების კანონში დირექტორი საქართველოს მოქალაქე 65 წლამდე 3 წლის სტაჟი
და არ არის ვალდებული რომ კონდეს პედაგოგიური განათლება არც ერთ შემთხვევაში ჩვენ თუ საუბრობთ განათლების ხარისხზე და სკოლების სჭირდება გამოცდილი და პროფესიონალი ხელმძღვანელები ამიტომ დირექტორი უნდა იყოს პროფესიონალი კონკრეტულად 5 წლის მინიმუმ 5 წლის სტაჟის მქონე პედაგოგი უნდა დაიშვას კონკურსზე რომ შეირჩეს დირექტორად თუ მეტი სტაჟი ექნება იმას უნდა მიეცეს უპირატესობა შემდეგ და მინიმუმ 3 წლის მენეჯერული მუშაობის გამოცდილება ისე რომ არ საიდან რომ მოგყავთ ეს დირექტორები ეს უნდა ჩავაბაროთ წარსულს შემდეგ ასევე სკოლის დირექცია უნდა იყოს დაკომპლექტებული ანუ დირექტორის მოადგილეები და ასევე სკოლის დირექციაში უნდა შედიოდეს ყველა პედაგოგიური განათლების პროფესიონალები უნდა იყვნენ როგორც განათლებით ასევე მათაც უნდა კონდეთ სტაჟები და მოკლედ ყველაფერი რაში გვჭირდება ეს და რატო ვამახვილებ ყურადღებას ახლავე გეტყვით იმიტომ რომ მე წავთქვი თავიდან რომ მასწავლებლის პროფესიული განვითარების პირველი დონე ხდება სკოლის ბაზაზე და არაპროფესიონალი დირექტორი და დირექცია ახალგაზრდა მასწავლებელს ვერ უპატრონებს და კათედრის გამგე მარტო არ არის საკმარისი. შემდეგ მესამე პუნქტი ამ მესამე თავის ახალგაზრდა მასწავლებელს ენიშნება ხელმძღვანელი უმეტეს შემთხვევაში ეს იქნება კათედრის გამგე საგნობრივი ან საგანთა ჯგუფის სკოლის გამოცდილი მასწავლებლები თანამშრომლობენ ამ ახალგაზრდა მასწავლებელთან ახალგაზრდა მასწავლებელი და მისი ხელმძღვანელი კათედრის გამგე ადგენენ ინდივიდუალურ სამუშაო გეგმას სკოლის გეგმიდან გამომდინარე და 1 წლის მანძილზე მუშაობს ამ გეგმით ეს ახალგაზრდა მასწავლებელი ახალგაზრდა მასწავლებელს სკოლის დირექცია აცნობს და ასწავლის სკოლის მუშაობის ყველა სეგმენტს რა თქმა უნდა ერთ დღეს კი არ ხდება ეს მთელი წლის მანძილზე გაწერილია ეს ყველაფერი ინდივიდუალურ სამუშაო გეგმაში კიდევ ვიმეორებ რომელიც გამომდინარეობს სასკოლო გეგმიდან შემდეგი პუნქტი მესამის მეხუთე ახალგაზრდა მასწავლებელი ესწრება გაკვეთილებზე მოდით ჯერ ვთქვათ ახალგაზრდა მასწავლებელს ესწრებიან გაკვეთილებზე ვინ შეიძლება დაესწროს კათედრის ხელმძღვანელი კათედრის წევრები სკოლის დირექტორი სკოლის დირექტორის მოადგილე ან მოადგილეები თავის მხრივ და რას აკეთებენ ახლა ესენი გაკვეთილების შეფასება და რეკომენდაციების მიცემა ხდება ამ დროს და ამით ეხმარებიან მეთოდურ პედაგოგიურ დაოსტატებაში ამ მასწავლებელს ესე იგი ვინმე კი არ კლავს ამ მასწავლებელს უბრალოდ დახმარების მიზნით შეფასების მიზნით რომ თუ არ შეაფასე და თუ არ უთხარი გამოხატე კარგია ცუდია საშუალო დონეა თუ რა არის აი მე ამ შეფასებას გულისხმობ და ის ემსახურება მის დაოსტატებას შემდეგ თავის მხრივ ახალგაზრდა მასწავლებელი ესწრება გაკვეთილებზე იგივე კათედრის გამგეს სხვა გამოცდილ პედაგოგებს სკოლის დირექტორს სკოლის დირექციის წარმომადგენლებს და სწავლობს ამითი ანუ ურთიერთ თანამშრომლობა ურთიერთ დასწრება და რა ხდება ანალიზი გამოცდილების გაზიარება შეფასება და რეკომენდაციების მიცემა აი
მე ვლაპარაკობ არა ახალგაზრდა მასწავლებელს გავკვეთილის, აი იმ გამოცდილი ხალხის სკოლის დირექტორის დირექციის და ასე შემდეგ იმათი გაკვეთილი რო დაესწრება, ხო მე ხო გაირჩევა გაკვეთილი ანალიზი, ხო გაკეთდება, ხო შეფასდება, ხო რეკომენდაციები მიეცემა იმათაც, ხო? და აი ამას ამ პროცესებს ყველაფერს დაესწრება ეს ახალგაზრდა მასწავლებელი. და ეს მიმდინარეობს მთელი წლის მანძილზე. გეგმის მიხედვით, ერთწლიანი ვადის დასრულების შემდეგ სკოლის დირექტორი, დირექცია, კათედრის გამგე აფასებენ ახალგაზრდა მასწავლებლის შესრულებულ სამუშაოს. აფასებენ. ახლა მესამე მუხლის მე-7 პუნქტი. დამაკმაყოფილებელი შეფასების შემთხვევაში ახალგაზრდა მასწავლებელი აგრძელებს სკოლაში მუშაობას. მე-8 პუნქტი. არადამაკმაყოფილებელი შეფასების შემთხვევაში ახალგაზრდა მასწავლებელს ეძლევა რეკომენდაცია მასწავლებლის პროფესიული განვითარების პროგრამის შესწავლის შესახებ. ახალგაზრდა მასწავლებელს მიმართვას აძლევს სკოლის დირექტორი და აგზავნის უნივერსიტეტში პროფესიული განვითარებისთვის, რომ უნივერსიტეტში შეისწავლოს აღნიშნული პროგრამა და განვითარდეს. კიდევ ვიმეორებ, თუ არადამაკმაყოფილებლად შეფასდა ის ერთწლიანი მუშაობა. მე-4 თავი. მასწავლებლის პროფესიული განვითარება. მასწავლებლის პროფესიული განვითარება, როგორც თქვით, შედგება ორი პროცესისაგან. პირველი, მასწავლებლის პროფესიული განვითარება სკოლის ბაზაზე და მასწავლებლის პროფესიული განვითარება უნივერსიტეტის ბაზაზე. განვიხილოთ ახლა პირველი, მასწავლებლის პროფესიული განვითარება სკოლის ბაზაზე. ესე იგი, დროებითი მასწავლებელი იყო, ხო? ერთწლიანი გამოსაცდელი ვადით. იკავებს, რომ გავიდა ეს 1 წელი და შეაფასეს დადებითად, იკავებს მასწავლებლის თანამდებობას. უკვე არადროებითი, არამედ მუდმივი. სკოლის დირექტორი დებს მასთან შრომით ხელშეკრულებას. დროებიც არა, მუდმივს. მეორე პუნქტი. 1 წლის შემდეგ, აი, რომ გავიდა და დაინიშნა და დაიდო მუდმივი შრომითი ხელშეკრულება, აი, აქედან იწყება მასწავლებლის პროფესიული განვითარება სკოლის ბაზაზე. მესამე პუნქტი. ახალგაზრდა მასწავლებელი სკოლის გეგმით იწყებს მუშაობას. სკოლის გეგმით იწყებს მუშაობას. მასთან მუშაობს ყოველდღიურად სკოლის დირექტორი, დირექცია, კათედრის გამგე, გამოცდილი მასწავლებლები. სკოლაში ჩატარებული, სკოლაში უნდა ტარდებოდეს სასკოლო, სარაიონო, საქალაქო, რესპუბლიკური ღია გაკვეთილები ტარდება გამოცდილი მასწავლებლების მიერ. ესწრება ისმენს გაკვეთილებს, ისმენს ასევე ანალიზს, კოლეგიურ შეფასებებს, ისმენს ხვების და ასევე თვითონაც იღებს მონაწილეობას შეფასებებში, ანალიზში და რეკომენდაციები. მიღებული გამოცდილებას ითვალისწინებს და ნერგავს თავის პედაგოგიურ პრაქტიკაში. მე-5 პუნქტი. ახალგაზრდა მასწავლებელი ატარებს ღია გაკვეთილს სკოლის დირექტორის დავალებით, სასკოლო დონის, ჯერ სასკოლო დონის ღია გაკვეთილს. შემდეგ, რა თქმა უნდა, სკოლის დირექტორი შეურჩევს გონივრულ დროს. ეხლა ხელშეკრულებას რო დაუდებს, მუდმივ ხელშეკრულებას და მეორე დღეს ეგ დაავალოს, არა. ალბათ უნდა გავიდეს რაღაც ნახევარი წელი, ან წლის ბოლოს დაუშვათ, ეს იქნება გონივრული ვადა, რომ დაავალოს მას ღია გაკვეთილის ჩატარება. შემდეგ, მე-6 პუნქტი. სკოლებს შორის მასწავლებელთა როტაცია განხორციელდეს.
ერთკვირიანი, ანუ გაცვლა მასწავლებლების. Რაღაცა რომელიღაცა სკოლის მასწავლებელი მაგალითად პირველი სკოლის მასწავლებელი წამოვა მეხუთე სკოლაში და მეხუთე სკოლის მასწავლებელი წავა პირველ სკოლაში. ანუ გაცვლა მოხდეს. შეიძლება იყოს ეს მივლინება ერთკვირიანი, შეიძლება იყოს ერთი ქალაქის შიგნით, შეიძლება იყოს სოფლებს შორის, შეიძლება იყოს ქალაქსა და სოფელს შორის. ან რამდენიმე დღიანი მივლინება. მეშვიდე პუნქტი. ესე იგი, ახალგაზრდა მასწავლებელი მონაწილეობს სასკოლო ღონისძიებებში. ესენია სამეცნიერო შემოქმედებითი კონფერენციები, საგნობრივი ოლიმპიადები, სპორტული შეჯიბრებები, სახელოვნებო ღონისძიებები, გასვლითი გაკვეთილების მოსამზადებელი პროცესები და თვითონაც ახორციელებს და სხვასაც აკვირდება. ახალგაზრდა მასწავლებელი, პროფესიული განვითარება, სკოლის ბაზაზე აი ამ ახალგაზრდა მასწავლებლის პროფესიული განვითარება სკოლის ბაზაზე მთავარი ინსტრუმენტი არის გაკვეთილებზე დასწრება. სკოლის დირექტორის მოადგილეების კათედრის გამგის. ორი მიზნით ხდება გაკვეთილებზე დასწრება. პირველი ეს არის გაკვეთილებზე დასწრება მეთოდური დახელოვნების მიზნით და მეორე მიზანი ეს არის გაკვეთილებზე დასწრება შემოწმება ინსპექტირების მიზნით. შესაბამისი შეფასება მოხდება მერვე პუნქტი შესაბამისი კრიტერიუმებით და ქულებით. მეცხრე დირექტორი, დირექციის წევრები, მე გულისხმობ პირველ რიგში დირექტორის მოადგილეების კათედრის გამგის სასკოლო გეგმის შესაბამისად გაკვეთილებზე დასწრება ხდება. ანალიზი, შეფასება, რეკომენდაციების მიცემა. მეათე პუნქტი. სკოლის დირექცია ახალგაზრდა მასწავლებელს წლის მანძილზე მუდმივად აკვირდება, მეორე აკონტროლებს და მესამე აფასებს. ესე იგი, აკვირდება, აკონტროლებს, აფასებს. რას კონკრეტულად ახალგაზრდა მასწავლებლის მუშაობას რა მიმართულებებით? პირველი, კათედრაზე მუშაობას, მეორე, მის ინიციატივებსა და მესამე, დანერგილ ინოვაციებს. მეოთხე, კომუნიკაციის უნარს მოსწავლეებთან, კოლეგებთან, მშობლებთან, მეშვიდე, კლასს გარეშე და მერვე სკოლის გარეშე ღონისძიებებში მონაწილეობის პროცესებს. აი ამას აკვირდება მთელი წლის მანძილზე, აკონტროლებს და აფასებს, რომელსაც დოკუმენტების სახით მასწავლებლის პირად საქმეში ასახავს. ხახნო, ეს არის ყველაფერი გაზომვადი. შემდეგ შეფასების დოკუმენტები უნდა ჩაიდოს პირად საქმეში. მეოთხე თავის მასწავლებლის პროფესიული განვითარების მეორე მიმართულება, ანუ მეორე დონე, მასწავლებლის პროფესიული განვითარება უნივერსიტეტის ბაზაზე. ეს არის მეორე დონე, მასწავლებლის პროფესიული განვითარების მეორე დონე, უნივერსიტეტის ბაზა. ეს მე-11 პუნქტი, მე-12 პუნქტი. მასწავლებლის პროფესიული განვითარება 6 წლის ინტერვალით. კანონმდებლობით უნდა განისაზღვროს ეს. მიავიღე 6 წელი. ზოგიერთ ქვეყნებში ყველანაირი შესწავლილი გამოცდილება გააჩნია, თუ მდიდარია ქვეყანა 2 წელიწადში ერთხელ ატარებს, არის 1 წელიწადში ერთხელაც. ჩვენ არ ვართ მდიდარი ქვეყანა, კი არა, ღარიბი ქვეყანა და ამიტომ 5 წელიწადში ერთხელ, 6, 7 წელიწადში ერთხელ არის ასეთი ქვეყნები 4 წელიწადში ერთხელ რაღაცა. მე ავიღე 6 წელი.
იმიტომ რომ 6 წელიწადში ერთხელ არის ავტორიზაცია, ხომ? თან დაწყებითი სკოლა 6 წელი, მერე საბაზოს და იმას თუ შევაერთებთ 6 წელი და აი ამიტომ ავიღე 6 წელი. უნივერსიტეტები რომლებიც აკრედიტებულ პროგრამას ახორციელებენ მასწავლებელთა მომზადების და ასევე პროფესიული განვითარების პროგრამები. პროფესიული განვითარების პროგრამებიც არის უნივერსიტეტებში. მაგრამ არავინ არ მიდის იქ, მაგალითად თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში არის პროგრამები, არავინ არ მიდის, რატომ? იმიტომ რომ მთელი ერთპიროვნულად მასწავლებლის სახლში მიდის ყველა. შიშის ზარი აქვს მასწავლებლებს დაცემული ამ მასწავლებლის სახლისგან. და ესენი ვერ უზრუნველყოფენ, ბოლოში ვიტყვი, ვერ ვასწრებ დღეს, ვერ უზრუნველყოფენ მაღალ წლების განმავლობაში ვერ ჩაატარეს მაღალხარისხიანი ტრენინგები და ვერაფერი. და ვერც ჩაატარებენ ვერასდროს, იმიტომ რომ შესაბამისი არც ადამიანური რესურსებია ამდენი საქართველოში და არც მატერიალურ-ტექნიკური ბაზა, როგორ შეიძლება მასწავლებლის პროფესიული განვითარება კაბინეტ ლაბორატორიების სამეცნიერო ცენტრების გარეშე. ეს არ შეიძლება. შემდეგ მე-14 პუნქტი პროფესიული განვითარების ვადები. მასწავლებლების და სკოლის ადმინისტრაციის პროფესიული განვითარების. მარტო მასწავლებლების პროფესიული განვითარება კი არა, სკოლის ადმინისტრაციასაც ხო ჭირდება პროფესიული განვითარება. განისაზღვრება შეიძლება იყოს 1-თვიანი კურსები, 3-თვიანი კურსები, 6-თვიანი კურსები და 9-თვიანი კურსები. წარმოებისაგან მოწყვეტით ან ორივე მოწყვეტის გარეშე. მე-15 პუნქტი საჯარო სკოლის მასწავლებელთა პროფესიული განვითარება უნივერსიტეტის ბაზაზე ხდება სახელმწიფო ბიუჯეტით 6 წლის ინტერვალით. ასევე მეორექვე პროგრამა სკოლის დირექტორის, დირექციის წევრების, კათედრის გამგეების, ხარისხის მართვის მენეჯერების, ბიბლიოთეკარების, სასკოლო ფსიქოლოგების, პროფესიული განვითარების პროგრამები ასევე განხორციელდება უნივერსიტეტებში იქნება განთავსებული და დააფინანსებს სახელმწიფო. კერძო სკოლებში იქნება თვით დაფინანსებით, მაგრამ ეს მე არ ვარ მომხრე. მე ვარ მომხრე, რომ სახელმწიფო ბიუჯეტმა დააფინანსოს კერძო სკოლების, მაგრამ აი ვისაც ძალიან დიდი შემოსავალია კერძო სკოლებს 16 მილიონი, 15 მილიონი, 10 მილიონი, 5-7 მილიონი, იმათმა არა. იმათმა თავისი ფონდიდან გამოყონ, მაგრამ მცირე კონტინგენტიანი სკოლები კი ბატონო, შეიძლება რომ სახელმწიფო თავიდან არ დახმარებია მათ დიდად. იგივე ამერიკაში და სხვა ქვეყნებში ხდება მიწების მიცემა, შენობების გადაცემა და ასე შემდეგ. მე-16 პუნქტი მასწავლებელთა პროფესიული და სკოლის განვითარების პროგრამები განხორციელდება უნივერსიტეტებში. მე-17 მუხლი უნივერსიტეტებში პროფესიული განვითარებისას ტარდება ლექცია, პრაქტიკული მეცადინეობა, ლაბორატორიული სამუშაოები, პედაგოგიური პრაქტიკის კომპონენტები, ჩატარდება 6 შეფასდება 6 საჩვენებელი გაკვეთილი ქულებით შეფასდება საბუნებისმეტყველო საგანში 8 ისტორია და გეოგრაფიაში ჩატარდება 8 გაკვეთილი შეფასებითი და 12 ისეთ საგნებში, რომელიც ისწავლება 12 წელი, მათემატიკა, ქართული, ინგლისური. ანუ ყველა კლასში უნდა ჩაატაროს მასწავლებელმა გაკვეთილები უნივერსიტეტში. იმ სკოლებში, სადაც უნივერსიტეტებს ექნება ხელშეკრულება დადებული. უნივერსიტეტებში პროფესიული განვითარებას აწარმოებენ, უნდა განუვითარონ ამ დროს კვლევითი უნარები მასწავლებლებს და მასწავლებლებმა უნდა შეძლონ დარგის და საკუთარი პრაქტიკის კვლევა. განათლების სიახლეებზე უნდა ჩატარდეს პროფესიული განვითარება პერიოდულად. საჭიროა ამ დროს სამინისტროსთან შეთანხმება.
ჩვენი დრო ამოიწურა, აქ გავჩერდეთ, დღეს ვერ მოვასწარი მე ბოლომდე პრეზენტაცია, ამიტომ აზრის გამოთქმას აზრი არა აქვს. მე მინდოდა რომ შემომეყვანა ზარები და პატრიცემული ადამიანები, მაგრამ შემდეგ გადაცემაში როცა დავასრულებთ ლიანად, შემდეგ იქნება აზრების გამოთქმა. და აი ახლა ძვირფასო კოლეგებო, განიხილეთ ეს რაც მოისმინეთ, მაგრამ ძალიან საინტერესოა მეორე ნაწილი და საბოლოო წარმოდგენას ნუ შეიქმნით ჯერ მოისმინეთ ყველა ნიუანსი, იმიტომ რომ ყველაფერი სულ ახლებურადაა გადაწყვეტილი, არაფერი არ აქვს საერთო ამჟამად მოქმედ გაჩერებულ ჩიხში შესულ ძველ გეგმასთან. მედია კავშირი ობიექტივის პირდაპირ ეთერში მიდიოდა ჩემი საავტორო გადაცემა განათლების რეფორმის კვალდაკვალ. დღეს ვიხილავდით ჩვენ მასწავლებლის პედაგოგიკა როგორც რეგულირებადი პროფესია და პედაგოგის პროფესიის რეგულირების წესს დაედება ეს კონცეფცია, ეს არის კონცეფცია პრინციპებზე შეთანხმება, წესს დაედება საფუძვლად. ხოლო მედია კავშირი ობიექტივის ღია ეთერში მუშაობდი მე მანანა ნიკოლაიშვილი. ამ გადაცემას გაიმეორებენ შაბათს 5:30-ზე. ნახვამდის მომავალ შეხვედრამდე.